მიკროფონი აიღეთ, რომ კარგად ჩაიწეროს. ყველას დიდი მადლობა, ვინც მოვბრძანდით მიუხედავად გრიპებისა და ტრაფიკისა, რომელიც არის ასწაული და ბევრმა ვერ მოაღწია კიდევ. დღეს ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრეები და მე არ ვაზრიადებ. დღეს არის, მე ვთვლი, ჩემთვის დიდი დღესასწაული და რატომ? შეიქმნა უნიკალური, უნივერსალური ნაწარმოები, რომელსაც ალბათ ჩვენ ვერ გავიმეორებთ, რომელიც ვიღაცას უნდა დაეწერა. ეს არის ისტორიული ნაშრომი დამერწმუნეთ. ალბათ ყველა თქვენთაგანი წაიყითხავს და დამეთანხმებით, რომ ამ წიგნის ავტორმა გააკეთა საოცრად დიდი და სერიოზული საქმე. ეს არის ისტორია. დღეს ჩვენ ვართ ისტორიის მოწმეები, პროსტად მოწმეები კი არა. ჩვენ ვწერთ ისტორიას. აი ახლა მე და ჩემი კოლეგები, ვინც ძირითადად ვინც აქ ბრძანდებით, ჩვენ გავაკეთეთ ეს ისტორია. ჩვენ შევედით ამ ისტორიაში და ჩვენ თუ არ ვთქვით ამის შესახებ, ჩვენ თუ არ დავაფასეთ ერთმანეთი და ერთმანეთის შრომა, ჩვენ თუ არ დაუდექით ერთმანეთს გვერდზე, არავინ ჩვენი დამფასებელი არ არის. და მე მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე, COVID პანდემიის თემაზე დაიწერა 2 წიგნი. პირველი დაიწერა 2023 წელს, დაწერა ქალბატონმა ჟურნალისტმა, სახელად მედია, გვარი არ მახსოვს. წიგნი იყო დაფინანსებული ქალთა ფემინისტური ორგანიზაციის მიერ. მას ყავს რესპონდენტები, რა თქმა უნდა, ცნობილი COVID ფაშისტები პირდაპირ ვთქვათ. და ყველაზე ძირითადი პრობლემა თუმე რა ყოფილა ამ წიგნის მიხედვით, იცით, გაგეცინებათ. არა დახოცილები, არა ასრილები, არა. მეძავეები, ტრანსგენდერი მეძავეები, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები, იმიტომ რომ ქუჩაში მათ აღარ ყავდათ კლიენტები. აი წარმოიდგინეთ, ესე დონეზე არის რაღაც ცნობიერება დასული, იმიტომ რომ იყო ევროპის რაღაცა ფემინისტური ორგანიზაციის დაკვეთით. და მერე თურმე სახელმწიფოს მიმართეს, იყო პროტესტები, მე არც ვიცოდი ამის შესახებ, დიდი ამბავი ატეხილა და მათ მოუძებნეს სამსახურებით და მისცეს კომპენსაცია. აი რატომ ჩვენი არატრანსგენდერი და ქალი და კაცი მეძავეები ამ იმაში არ შევიდნენ უსილებში და კომპენსაცია არავინ არ გადაუხადა. მეორე წიგნი დაწერა ცნობილმა ინფექციონისტმა, ვაქსერმა, მაია ბუცაშვილმა და მისმა მეუღლემ. მე არ წამიკითხია, მაგრამ წარმომიდგენია, რაზე ლაპარაკი, დღესაც ამბობენ იმას, რომ რა კარგია RNA ვაქცინები, ეს არის კაცობრიობის გადარჩენა და ასე შემდეგ. და პირველი რეალურად წიგნი რა ხდებოდა დოკუმენტურად ყველაფერი დასაბუთებული დაწერა აი ამ ბატონმა, რომელსაც მე ახლა ზურგით ვდგევარ, ძალიან უზრდელია. მაგრამ თქვენსკენ სახით სხვანაირად არ გამოდიოდა. ეს არის ბატონი იაკობ რეჟავა, რომელიც გახლავთ ექიმი, იმ პლიადის ექიმი, როცა მართლა ექიმობას სწავლობდნენ და მართლა ეპიდემიოლოგიას იცოდნენ და მართლა ნორმალური ექიმები იყვნენ, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს მუშაობის და დარწმუნდებით, მე რეცენზიაში დავწერე, რომ მან გააკეთა ბრწყინვალე კომპილაცია აი ინფორმაციული წყაროების უცხო ენებიდან ნათარგმნი აქვს პირდაპირ, ესე იგი, ბევრი ისეთი წყარო აქვს, რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა აქ არ ვიცოდით, თუმცა 24 საათი ვიყავით სულ აი სიახლეებში, მაგრამ მან კიდე ჩვენზე მეტი იცოდა თურმე, ყოველ შემთხვევაში არანაკლები და საოცრად კარგად გადმოცემს. აი იკითხება ერთი ამოსუნთქვით ეს წიგნი, საოცარი წიგნია, მინდა გითხრათ. მე თავში იმდენად აღფრთოვანებული, რომ მან მე მთხოვარ შემეტანა რამე 1-2 ჩემი სტატიას, მაგრამ როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. ვერ დავკარნიერდი ისე, რომ აი ამ წიგნში რაღაცა ჩემი სიტყვა მეთქვა, გარდა იმისა, რომ გავაკეთე პატარა რეცენზია ძალიან ურწალებული. ეხლა აქ არის 2 რედაქტორი, ერთი არის ბატონი ლევან ლორთქიფანიძე, ცნობილი ექიმი, ქირურგი და ამავე დროს პოეტი და მწერალი და მეორე ბატონი ზაურ ნაჭყებია, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნებები არიან ორივენი გვერდში იდგნენ, ორივენი არიან საქმის გულში, რა ხდებოდა პანდემიის დროს და მე მინდა რომ მათ თქვან 2 სიტყვა და ბატონი გიგლა გობეჭია, რომელმაც წაიკითხა ეს წიგნი და
იმდენად აღფრთოვანებული იყო, ბატონ გილასაც ვიცნობთ ყველანი კარგად, იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ არ შემეძლო მისთვის არ მიმეცა სიტყვა და ალბათ პირველ სიტყვას ბატონი გილა ეთქვის. მე გავუძღვები საღამოს ესე ჯობია. შეფასება საოცრად მივცა. პირველ რიგში ქალბატონ თინას მინდა მოვახსენო დიდი მადლობა, რომ შეუმთავაზა საღამოს წაყვანა და ცოტათი ადრე მომეცა საშუალება, რომ გავცნობოდით ძეგლს. აი, უნდა გამოვკვდე, ჩემს დღეს პირველად ჩამოვარდე ბატონი იაკობს ხელი, ეხლა გავიცანე ავტორი და წარუშლელი საბეჭდილება დატოვა ჩემს. აქ იმხელა მასალა ფაქტობრივი მოძიებული, გაანალიზებული, სისტემაში მოყვანილი, რომ მენანება მარტო ქართული აუდიტორიისთვის ეს მთელ მსოფლიოში წამყვან ენებზე უნდა ითარგმნოს და გავიდეს მიწოდეს გლობალურ აუდიტორიას. რატო? იმხელა ფაქტაჟია, ისეთი ღრმა ანალიზია და ისეთი წყაროებია მოხმობილი. ხა წყაროები მოგეხსენებათ ინფორმაციის მორევის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ დროს ვინ თუის და ვინ მართალია ცოტა ძნელი გასარკვევია და რაღაც სიღრმისეულ ძიებებს მოითხოვს. მედია განათლების მას მოითხოვს ელემენტარულად. მაგრამ აქ წყალგაუვალი ისეთი კომპეტენტური ორგანიზაციები და ავტორებია მოხმობილი და შეფასების თვალსაზრისითაც ისე კარგად არის შემოპარებული კარგი გაგებით უნდა მიიღოთ სიტყვა შემფასებლები, რომ აი წუნს ვერ დადება ყველაზე მაპატით ამ სიტყვის მაგრამ გავეშებული მომხრეების გოიდაცრების ვერ შეუბრუნებენ სიტყვას უკან ავტორს და ვერაფერს ვერ შეგეთან მოსადავებელს არაფერს არტოვებს. მე მინდა უბრალოდ ეხლა დავაზუსტე ეს ყველაფერი წარმოგიდგენთ ავტორს ბატონი იაკობ ლეჟავას აგერ ეს მომაწოდეს სამი კრებული ეს მხოლოდ ნაწილია ბატონი იაკობ და კიდე არის შემოვლი მე უბრალოდ წავიკითხავ ამ სათაურებს ანუ ეს მეოთხე კრებული პრაქტიკულად და ვიტყვი ამისმას ეს ახალია და ამ თემას ეხება მაგრამ მანამდე ბატონი იაკობს გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები ავტონომიებიდან გლობალიზმამდე იესო ქრისტე ებრაელი თუ არა ებრაელი 10 მცნება და არქეოლოგიური აღმოჩენები ეს არის 2024 წელს გამოცემული და ორტომეული მისი პუბლიცისტური წერილებისა 2018-19 წელებში და 2019 წლებში ორტომად, რასაც გულგრილად ვერ უყურებ აი ესეთი გადავურით და რომ ჩავთვალიერე სარჩევი ვნახე რომ ქართველ გონიერ საზოგადოებას ძალიან საინტერესო კრებულები არის. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ წიგნს, მითი და რეალობა, მისი ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კოვიდამდელ პერიოდში, აი როგორც წინასწარმეტყველი, მას გარკვეულ გამოცემებში, სოლიდურ გამოცემებში, ქართულ გამოცემებში დამშვილი აქვს თავისი პუბლიცისტური წერილები და ამ მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს აუდიტორიას. ეს რა თქმა უნდა უდაოდ დიდი ღირსებაა მისი როგორც პრაქტიკოსის, როგორც მეცნიერის და როგორც უბრალოდ ქართველის და მოქალაქის. მე მინდა აი შეფასებითი მომენტი და თვითონ ექიმები ცნობილი პუბლიკა, ცნობილი აუდიტორია იტყვის აქ ყველაფერს, ბუნებრივია მე არ გავაგრძელებ ჩემს შესავალს ერთადერთი რაც პუბლიცისტურად მომეჩვენა ძალიან საინტერესოდ და ზოგადად შესაფასებლად გამოდგება იმ სიტუაციის, რაშიც გვამყოფეს მთელი 3 წელიწადი პრაქტიკულად. ნება მომეცით ეს შეიძლება წიგნიდანვე წაგიკითხოთ. ეს არის წიგნის 169 გვერდზე COVID ვაქცინაციის შესახებ ერთ პუბლიკაციაში აი უზარმაზარი მასალის მოხმობის შემდეგ, ფაქტობრივი მოხმობის შემდეგ ავტორი წერს ესეთ რაღაცას. ყველაფერი ამის შემხედვარი კაცი იძულებული ხდება ირწმუნოს ამ ყოვლის შემძლე აურაცხელი სინდრომის მქონე ადამიანებზე ნათქვამ ის სიტყვები, რომელთაც ებრაელი წარმოშობის გერმანელ მეწარმეს, რომლებსაც ებრაული წარმოშობის გერმანელ მეწარმეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს 1922 წლის თებერვალ-ივნისში ვალტერ ატენაუს მიაწერენ. ამათ ვინც ამ COVID
პანდემიის ისტორიის წინ უკან დგანან ამ ძალებს გულისხმობს. ამათ ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლიათ მსოფლიოს ერთ ნახევარს მე არ ვიტყვი სიტყვას როგორც არის აქ, მაგრამ ფეკალიები აჭამონ, აწარმოებინოს და იგი მეორე ნახევარს აჭამოს. და მითითებულია ავტორი წიგნი, ციტატა და ყველაფერი. ვინ იგულისხმება ამათში? ამის გასაგებად ძალიან მარტივი მეთოდი შემოგთავაზა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ვალტერმა. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში და მისი პასუხი არის ასეთი: ვისი კრიტიკაც გეგრძალებათ, ის ბატონობს თქვენზე. უფრო ლაკონურად ვერც სიტყვი. ჩემი სათქმელიც ეს არის. პრაქტიკულად მე როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტი, პუბლიცისტი ვიყავი იმ დარტყმის ქვეშ, ყველა ჩემი პოსტი, ყველა ჩემი პუბლიკაცია და გადაცემები იყო დარტყმის ქვეშ ეგრეთ წოდებული ჩვენი ფეისბუქელი ცენზორების ან კინძორაშვილის კომიტეტიდან. და ასე ვიყავი თითოეული თქვენთაგანი ქალბატონი თინა ტოპურიას გამოსვლები და პუბლიკაციები, ქალბატონი თინა ტინგოწაძის, სხვა მეგობრებს ხედავ აქ ყველასი აბსოლუტურად ვინც ვისაც ანტივაქსერი სიარლიყი მიენჭა თავის დროს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ იაკობ ლეჟავას ამ საოცარი წიგნის მომზადებისთვის. იმედი მაქვს მას კიდევ ბევრი დარჩა სათქმელი და მას თვითონ იტყვის ალბათ. ეხლა უკვე გავუძვეთ საღამოს პირველ სიტყვას ქალბატონ თინა. თქვენ ხარ დაამატებდით ისე და ზაბირებდით პირველ იმის გამოსვლას, მაგრამ უკვე წიგნთან დაკავშირებით უშუალოდ და მე უკვე პრინციპში მე რა მინდა თქვა? მე მინდა რომ ბატონმა ზაურმა თქვას რაღაცა ორი სიტყვა და ბატონმა ლევანმა რედაქტორებმა და მე მინდა დავაჯილდოთ აი ამ წიგნით რამოდენიმე პიროვნება, ვინც ერთია თქვა ჩემი აზრი, მე ვინც ვიცი და მეორე არის ავტორის აზრი, რომელმაც გამოარჩია, შეამჩნია მიტინგებს როცა უყურებდა, გადაცემებს უყურებდა, შეამჩნია რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ექიმების გარდა რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი, ასე ვთქვათ, ხუთი კაცია და არ ვიზრდებით და არ ვცირდებით. იგივენი და ჩვენ ესე ვთქვათ. იგივენი ვიბრძოდით და იგივენი ვიბრძვით და მოგვიწევს ისევ ბრძოლა, ისევ ჩვენ მხრებზე გადავა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ექიმთა საზოგადოება ისევ და ისევ გუნდს და არ გვიერთდება. თუმცა ქუჩაში რო ხდებიან და პირად საუბრებში ყველა მადლობას გვეუბნება და როგორც გაიგო, არავინ არ ასრა თავისი შვილები, არა თუ კოვიდზე, არამედ უკვე დიდი ხანია 40 წელიწადია მისმენენ თურმე და 40 წელიწადია თავიანთ შვილებს არ წრიან აი მომაკვდინებელ და დამაზიანებელ ვაქცინებზე და ამდენ ჯანმრთელები ყავ ბავშვები. მე მინდა ბატონ ზაურს თქვას ორი სიტყვა. მადლობთ. და დიდი მადლობა მინდა გითხრა ბატონ ზაურ, იმიტომ რომ ყველა ვერ გარისკავდა ამ წიგნის გამოშვებას. ესეთი სიტუაცია მე რო უყურებ ყველა ჩემს სტატიებსაც უკვე თუ ადრე ასე თუ ისე ბეშტავდნენ, კარგახანია ერიდებიან სტატიის დაბეჭდვასაც კი, თუმცა არის სიჩუმის სიტუაცია, თითქოს არაფერი არ ხდება. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს სიჩუმე არის დიდი მოვლენების წინ, ომის წინა სიჩუმე. არაფერ ხარის მომასწავლებელი არ არის. მადლობთ, მოგესალმებით. მე მინდა დავიწყო ცოტა შორიდან, თუ როგორ მოვიდა ჩემამდე ეს წიგნი. ბატონმა ლევან ფლორთიფანიძემ, რომელიც არის ერთ-ერთი რედაქტორი ჩემთან ერთად ამ წიგნის, დაამირეკა და ჩვენ მეგობრობდა რამდენიმე წიგნის გამომცემელი ვარ ბატონ ლევანის და რედაქტორი უცვლელი. დაამირეკა და მითხრა, რომ ერთ პიროვნებას უნდა წიგნის გამოცემა. ბუნებრივია ვიკითხე სახელი და გვარი, მაინტერესებდა ვინ იყო ავტორი და როცა ბატონ იაკობ ლეჟავა დამისახელა, მე თემა რა თქმა უნდა არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე. მე სისტემატურად ვეცნებოდი როგორც ჟურნალისტი, პუბლიცისტი და დაინტერესებული სხვადასხვა პოლიტიკური პროცესებით, საქართველოს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით, საინტერესო პუბლიკაციებს ყოველთვის ვკითხულობდი და ერთ დღეს რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინე, რომ არსებობდა ასეთი პიროვნება, ბატონ იაკობ ლეჟავა, რომელიც ძალიან ღრმად, ძალიან საფუძვლიანად, გაბედულად წერდა ესე იგი პოლიტიკურ პროცესებზე და არც მოურიდებლად ესე იგი ყველას თავის სახელს არ თქმევდა, ყველაფერს თავის სახელს არ თქმევდა. ეს ჩემთვის უცხო არ არის, მე თვითონაც ხშირად წერ ხოლმე პოლიტიკურ თემაზე, მიმყავს გადაცემა პოლიტიკური გადაცემაც, მაგრამ
რაც შეეხება წინამდებარე კრებულს, რომელიც ეხება COVID ტერორს, COVID პანდემიას და იმ უბედურებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ეს უკვე სხვა თემა, სხვა განზომილება, როცა მოვიდა ბატონი იაკობი, მეუცებ გამახსენდა ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა ჩვენს ურთიერთობას. რამდენიმე წლის წინ დაახლოებით იქნებოდა 5 წელი, მორიგ სტატია წავიკითხე გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში ბატონ იაკობის და გაურისხე და დაურეკე. ტელეფონი ვიშოვე რედაქციაში, რა თქმა უნდა, და დაურეკე. ვიგამათეთ ჩვენ რაღაც საკითხებზე, თუმცა ჩვენი პოლემიკა კორექტულობის ზღვარს არ გასდენია. აი ამის შემდგომ ერთადერთ ხელს შევხვდი სხვა გამომცემლობაში და შევახსენე ჩემი თავი, ვინც ვიყავი. აი როცა მოვიდა ჩემთან ბატონი იაკობი და მოიტანა წიგნი, თან მთხოვა რომ წამეკითხა როგორც რედაქტორს და დავიწყე რამდენიმე გვერდი გადავიკითხე თუ არა, ჯერ რა თქმა უნდა ქალაქდომ წინასწრობა წავიკითხე, ავტორის შესავალი წავიკითხე და როცა უკვე გადავედი პუბლიკაციებზე, რამდენიმე გვერდის შესაძლოა 10 გვერდი მეკნებოდა წაკითხული, ვერ მოვიტყვი და დაურეკე ბატონ იაკობს. და უთხარი რომ მე რასაც ახლა ვკითხულობ, ეს არ არის ჩვეულებრივი პუბლიცისტიკა მეთქი. ეს არის მეთქი, ესე იგი, აი ძალიან არა მარტო ქართული საქმე. ამას ყველა ვერ გარისკავს მეთქი. და ქალბატონმა თინა მძანა რომ აი მე რომ გავრისკე და ყველა ვერ მოგიდებდა ხელს. არ შეიძლება ქვეყანა გიყვარდეს, ღმერთაყოფნა გინდოდეს და არ გარისკო, არ გააკეთო ის, რაც აუცილებელია საზოგადოების გამოსახიზებლად. ეს წიგნი არ არის ჩვეულებრივი წიგნი, სწორად ბრძანა ქალბატონმა თინამ და ქალბატონმა ეს არის წიგნთა წიგნი. და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. რაც არ უნდა სპეციალისტი იყოს, რაც არ უნდა დასაბუთებული იყოს მისი მსჯელობა, მეორე მომენტი იჩენს თავს. ღირს კი რისკი. ამ მზადხია ხარ კი ამისთვის. ბატონმა იაკობმა თავად გასცა პასუხი, როცა მან ეს კრებული ჯერ ჩაიფიქრა და შემდეგ სისხლში მოიყვანა. COVID ტერორის დროს სხვადასხვა მე მქონდა ახლო ურთიერთობა სპეციალისტებთან, გამომყავდა ტელევიზიით, რომ მეტი ინფორმაცია მიიღო მოსახლეობას. მაშინაც ამბობდნენ ხოლმე და უხაროდათ მოსვლა. აი ბატონი თინა გოცაძე რა მომწვევა, რამდენჯერმე იყო ჩემი სტუმარი, ნონა აღდგომელაშვილი, ქალბატონ თინაც იყო და სხვები. ბატონი კუსიანი და ამბობდნენ რომ აი შენ კი გვიწევ, მაგრამ სხვა ტელევიზიები არ გვიწევენ. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ იყო, ის იყო იმ ტელევიზიის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომელიც მაძლევდა საშუალებას აი ესეთი გადაცემები გამეკეთებინა. მე ვიტყოდი რომ ბატონმა იაკობმა ამ კრებულით გაჭრა ფანჯარა და ჩვენ დაგვანახა რომ არ არსებობს თემა, რომელსაც გვერდი შეიძლება აუუარო ადამიანმა, თუ შენ ხარ ადამიანი და გაქვს პრეტენზია ადამიანობაზე. მე მინდა გითხრათ რომ ასეთი წიგნი ქალბატონმა თინამ დაასახელა რამდენიმე წიგნი, რომელიც თურმე გამოიცა COVID ტერორთან დაკავშირებით. ასეთი წიგნი ქართულ ენაზე არ გამოცემულა, რა თქმა უნდა, თუ გაგრძელება მოყვება ამას. და უკეთესი იქნება, თუმცა პიონერი შეიძლება თქვათ არის ბატონი იაკობი. ეს არის საოცარი პუბლიცისტი. თქვენ არ ვიცით რა წაკითხული მისი სხვა პუბლიცისტური სტატიები, აი კრებულები არის წარმოდგენილი. საოცარი წერის მანერა აქვს. ესე იგი ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს. კითხველთან მიტანის, აი თავისუფლ მარტივად მიტანის უნარიც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღრმა პიროვნება. ნებისმიერი თემა, რომელიც მე წამიკითხავს, ეს წიგნებიც წაკითხული მაქვს, რომელიც მე წამიკითხავს, თითოეული მისი პუბლიკაცია გაჯერებული არის ცოდნით საქმის, სიყვარულით იმ საქმის, რომელსაც ის წარმოაჩენს და რაც თავარია, ავტორი ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას კითხველი წინაშე. და ეს პასუხისმგებლობა აქაც იგრძნობა, როცა ის ასეთ სათუ თემას ეხება. მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ იაკობს აი ამ გამბედაობისთვის, ამ რისკისთვის, ამ გაწეული ღვაწლისთვის, რაც მან გააკეთა. მადლობთ.
არბოში ბრძანდება ბატონი ლევან ლოქიფანიძე, მეორე რედაქტორი. გთხოვთ ბატონ ლევან მოგბრძანდეთ. არა, იწერება თან და ჯობია აქ მოგბრძანდეთ და მიკროფონთან თუ შეიძლება. მე სამები პატივცემ საზოგადოებას მე თავს არ შეგაწმენთ ბევრი საუბრით წინა გამოსვლებმა თითქმის სრულყოფილად დაახასიათეს ბატონი იაკობის ღვაწლი და ამ წიგნის ღირებულება ერთ სიტყვი რომ მე ამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი რომელმაც ხელნაწერი წაიკითხა და მე გავაცანი მე ეს წიგნი ბატონ ზაურს და მე საუბრობ როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საბრალდებო დასკვნა. სხვას მე ამ წიგნს ვერ დავარქვა. ეს არის სასწაული რაოდენობის ინფორმაცია, ან როგორ შეაგროვა. იცით რა არის, ახლა პატარა გადახოვებას გავაკეთებ. არის ესეთი მწერალი, იცნობთ არ ვიცი, გიორგი ჭილაია, რომელსაც აქვს გენიალური ნაწარმოები, როგორ ებრძვიან ქართულ სულიერებას. აი მაგ წიგნს რო გითხოვდი, გაოცებული ვიყავი, რომ როგორ შეკრიბა, ნუ თუ ამ კაცს გაზეთების კითხვის და ტელევიზორის ყურების მეტი არაფერი არ გავუკეთებია თქო, იმიტომ რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვს, რო შეკრებილი, ის სხვა რამეზეა, არა კოვიდზე რა თქმა უნდა. აი ესეთი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ წიგნმა. ზღვა მასალა შიგნით და ძალიან საინტერესოდ, სხვადასხვა ბატონი ზაური დამეთანხმება იშვიათია ხოლმე არაფილოლოგებში ძალიან დახვეწილი ქართულით და აი თითქმის არაფერს შესწორება რო არ ჭირდება ისე არის ჩამოყალიბებული ყველაფერი და ისე მიდის კითხველამდე. გილოცავთ ბატონო იაკობ და მრავალ კიდევ ასე წარმატებას გისურვებთ. ამევარდება თაფში. დიდი მადლობა ყველას. ახლოს მიიტანე. კი. მოგიწევთ. დავიწყებ ხალბადონე ერთად. ახლოს მიიტანეთ მიკროფონი, რომ ჩაივიწერეთ. არა, შეჩვენე. გადაჭარბებული შეფასებისთვის ჩვენი წინასიტყვაში წიგნის შესახებ ნახავთ მის შეფასებას. ასევე დიდი მადლობა მაღალი შეფასებისთვის ბატონ ზაურს და ბატონ ლევანს. მადლობა თქვენ ყველას რომ გბრძანდით და ახალია შეიძლება არ იცოდით, მაგრამ პატივი დავდეთ დღეს ისეთი დრო ძალიან მოძრაობა ყველა იცის გაძნელებული და ყველა სახში მიეჩქარება. დიდი მადლობა. გაგისხათ ახლა ნამდვილად არ მოველოდი ასეთ მაღალ შეფასებად, გიგლა თქვენ დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია არასოდეს რომ ვაქცინებზე და აცმებზე დავწერდი რამეს. პოლიტიკურ ცხოვრებაზე კი ვწერდი და შემთხვევით ესე ქვია, რასაც გულგრილად ვერ ვუყურებდი. მართლა არ შემეძლო. მართალია არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ გული აქ მქონდა როგორც იტყვიან და საქმის გულში ვიყავი და სისტემატურად წერდი აგერ 17 წელია, 18. არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მოხდა ისე რომ მომიწია უცხოეთში ცხოვრება 20 წელი და ახალი ჩასული ვიყავი და უცებ მეგობრის ოჯახში უბედურება დატრიალდა. გარდაიცვალა ახალ შობილი, არ მინდა ახლა გვარი გითხრათ, ყველა იცნობთ იმ
ოჯახს ასე ვთქვათ. დაიღუპა. როგორ რა დაიღუპა? ლოგიში, მძინარეს, საწყოში. მე გავიგორი არსებობს ასეთი შვილ ბავშვთა, ეს არის 95 წელი, 30 წელიწადიან ამბავს გიყვებით. შვილ ბავშვთა უეც არის სიკვდილი საწყოში. როგორ ამიზედი არ გვისწავლია სამკურნალო მაგ დამთავრებული მე დიდი ხნის წინ ძალიან. არა ვიცარი ამის შესახებ არ ყოფილა. იქვე მალევე აუტიზმზე გავიგვე. არც აუტიზმი მქონდა გაგონილი რაღა დაგემალოდა. იმიტომ არ მოსწავლდნენ და სახელმძღვანელოებში არ იყო. მუტიზმი კი ბატონო, მაგრამ აუტიზმი არა. ნახე ვიდეო კადრები ბავშვების 10-მდე და 10 წლის შემდეგ ოჯახების მიერ დადებული და გული შემეკუმშა ისეთი კარდინალური ცვლილება ამ ბავშვთა ქცევაში და მოკლედ პრაქტიკულად არავინ საქართველოში არ იყო ჯერ აუტიზმი, მაგრამ შემოვიდა ჩვენთანაც უკვე გავიგე მერე და მერე რომ ბავშვი წაიყვანეს ამერიკაში სამკურნალოდ, იქ შეძლებული ხალხი იყო ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად ვერ არჩენ. მე დრო მოიტანა და კოვიდამდე დავწერე სხვათა შორის აი ამ აცრებზე და ვაქცინაციებზე წერილი. საკმაოდ მოზრდილი 50 გვერდიანი. ძირითადად მაინც აქცენტი მქონდა ამ აუტიზმზე და უეცარ სიკვდილზე. მაგრამ ახლა არ შეიძლებოდა რომ სხვა გართულებებისთვის გვერდი ამევლო და არ შემეფასებინა. Ну, რა თქმა უნდა, სხვა თანამშრომლების საფუძველზე და არა ჩემი პირადად. ეს იყო 2019 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა ეს სერიალი. და 6 თვის მერე დაიწყო კოვიდი. პირველად მაშინ გაშდა სახელი კოვიდი და უკვე ისეთ რამებს გადავაწყდი, რომ ახლა არ შემეძლო რომ არ დამეწერა და იცით რა არის? აი ერთ წერილს, პირველ წერილს უბრალოდ ესეთი სამძღვარება მაქვს გაკეთებული. ჩვენ გვდომას ვიწყებთ იმ დღეს, როდესაც სიმართლეს ვიგებთ და ამის შესახებ ხმას არ ამოვიღებთ. ნუ გამოვიდა, არ ვიცი, ალბათ არაუშავს. ერთადერთი კიდევ შემიძლია გითხრათ, აი წინა წიგნის რედაქტორი იყო ალბათ იცით გურამ გოგიაშვილი იყო ასეთი ხარველი მწერალი რედაქტორი და ის წერდა რომ აი ასე პუბლიცისტური მაშინ არა ვაქცინებზე არ იყო ლაპარაკი 19 წლის რედაქტორი იყო 19 წელს გამოცემული წიგნის რომ ძალიან ადვილად იკითხებაო მეც გამეხარდა როდესაც ბატონმა ზაურმა ზამირეკა ბატონმა ლევანმა ხალბატონმა თინამაც და იგივე მითხრეს ეს ძალიან სასიამოვნო იყო და კიდევ უფრო სასიამოვნოა მაგრამ ახლა მე ვიხუბრე თავში ამ მივარდება თქო მაგრამ ჩემი ასაკის ხალხს თავში იშვიათად რომ ავარდე თუ აქამდე არა მაგ ავარდე დიდი მადლობა ისო რა გითხრა თუ რამე გაინტერესებს მე შეგვიძლია აქ ეხლა ჩვენ დარბაზში რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ხალხია და ღვაწლმოსილი ხალხი რომელთაც ამ ბრძოლაში გამორჩეული წვლილიც აქვს შეტანილი და თანამებრძოლები იყვნენ ბატონი აკობის გალბატონ თენას და სხვაებიც ვინც რეალურად აფასებდა ამ ყველაფერს ყველას მოგეცემათ რა თქმა უნდა საშუალება გამოხატოთ თქვენი მოსაზრება და მე უკვე შეკითხვების რეჟიმიც იქნება იმიტომ რომ ვიცი აუდიტორია შეკითხვები ექნება ხო გალბატონ თენა საკითხული არა მთაში რომ არ მგონია ქონდეთ მე რა მინდა ისი მე მინდა რამდენიმე ადამიანს ვთხოვო ჩვენ თანამებრძოლებს ერთად გუნს აი ნონას გუმელაშვილს თინა გოცაძეს
რამას ბატონ რამას რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ბრძოლისთვის აი ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ საკითხული ჯერჯერობით არც ერთს არ აქვს, ფორსირებულად მოხდა ეს ყველაფერი. ნონა ადგომელაშვილს, სინათი გოცაძეს, ნონა მოდი. და მარინა კოლხიდაშვილს, რომელიც ამ ბრძოლაში ძალიან გვედგა გვერდზე, არის წამყვანი ფსიქოლოგი დღეს საქართველოში, რომელიც არ ერიდება არასოდეს არაფერზე გამოსვლას. და მისი კუთხითაც მინდა თქვას მან ორი სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძირითადი ბრძოლა გვიდგა წინ. სხვათა შორის ვისაც ახსოვს კენედის წერილი რომ მოვიდა და მე წავიკითხე გავახმოვანე, იქ კენედი წერს ზუსტად ამას, რომ ნუ მოდუნდებით, ეხლა ცოტა შეისვენეთ, ანუ ცუდ შესვენებას აიღეთ, მაგრამ მოემზადეთ შემდეგი ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ პირველი რაუნდი, მაგრამ ომი ჯერ კიდევ წინ არის. ისინიო არსად არ წავლენ, ესე ადვილად არ დათმობენო და ყველა ისევ უნდა ვიყოთ ფორმაშიო. ასე რომ ეს დრო ახლოვდება, მინდა გითხრათ, რომ ახლა მოდის რიფების სეზონი და რო დამთავრდება ორი სიტყვით გეტყვით, რას აკეთებს ჟანო და როგორ აპირებს დაემზადება, ზუსტად 5 წუთით ინფორმაციას გავაკეთებ და ასე რომ ნონა შეგვიფასე. მოგესალმებით ამ საზოგადოება. მე რა უნდა შევაფასო, აღფრთოვანებული ვარ. იმით რაც წავიკითხე, წიგნის შინაარსში არ შევალ, იმიტომ რომ უმეტესობას არ აქვს წაკითხული და შესაბამისად განხილვა ვერ მოხდება, ხო? პირველ რიგში რა მინდა ვთქვა, უღრმესი მადლობა წიგნის ავტორს. აი ნამდვილად არ ვიცი, ყველა საქმე გააკეთა, რაც აქამდე უნდა გაგვეკეთებინა, ხო? და სულ იყო საუბარი იმაზე, რომ ერთი წიგნი დავწეროთ, ყველა მერთად ერთი წიგნი დავწეროთ და აგერ დაიწერა წიგნი ისე, რომ უცებ დავდექით ფაქტის წინაშე. დიდი მადლობა ბატონო იაკობ, მადლობა მის რედაქტორს, მადლობა გამომცემელს, რომელიც გვერდში დაუდგა ბატონ იაკობს, მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. რა მინდა ვთქვა, ეს წიგნი არის ისეთ ენაზე დაწერილი, რომელსაც არ ჭირდება უმაღლესი განათლება. არანაირი უმაღლესი განათლება, წერა კითხვის მცოდნე ადამიანი წიგნს წაიკითხავს და თავიდან ბოლომდე სიღრმისეულად გაიაზრებს, რაზე არის საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არის საკმაოდ მარტივი და ისეთ ენაზე დაწერილი. მეორე, მე მეგონა, რომ ეს წიგნი შეეხებოდა მხოლოდ ვაქცინებს და მხოლოდ COVID ფაშიზმს. ასე არ აღმოჩნდა. წიგნი არის ძალიან მრავალწახნაგოვანი და რაც ყველაზე მოეტად მომეწონა, წიგნში ძალიან კარგად არის შეკრული იცით რა, რომ ეს COVID ფაშიზმი, ეს ვაქცინაცია, ეს ეგრეთ წოდებული რეგულაციები, მკურნალობის მეთოდები არის ერთ-ერთი მიმართულება იმ მიზნებისა, რომელიც აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, გარკვეულ ძალებს და ეს არის ჩვენი მოსახლეობის დეპოპულაცია. ამიტომ მინდა დავეთანხმო ქალბატონ თინას, რომ ეს ადამიანები არ გაჩერდებიან და ყველანაირი საშუალებით იქნება ეს პანდემია, ვაქცინაცია, ომები, 1000 უბედურება ამ გზას მაინც გააგრძელებენ. ამიტომ ნამდვილად არ არის საჭირო მოდუნება, პირიქით სიფხიზლე და სიფრთხილეს კაცი არასოდეს არ მოუკლავს და უნდა გავაგრძელოთ ასე ფხიზლად და ფრთხილად ყოფნა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ავტორს, ნამდვილად აღმოჩენილი ყავით პირადად ჩემთვის და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ. თხოვთ აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს, კითხვის ერედა სიტყვა ბატონ რამაზ. ყველას ნამდვილად ისტორიული დღეა დღეს, იმიტომ რომ ჩვენი პლანეტა უკვე განსასწრების წინაშე დგას. კოლაფსი უკვე დაწყებულია და ამის მიზეზი არის არა მესიო-ტექნიკური რევოლუცია, არამედ უზნეობა, კაცობრიობის უზნეობა და პირველ რიგში მეცნიერებთა უზნეობა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი მანდატი მივეცით მეცნიერებს, ატომის გახლეჩვით, ქიმიური, ასე ვთქვათ,
ამ შხამების გამოყენებით, აგერ ბიოლოგიური, გენური ინჟინერი და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს უკვე ჯინი ამოსულია ფოთლიდან და ძალიან ძნელია უკვე ბრძოლა. ძალიან ძნელია. და ერთ-ერთი აგერ ესავალო რაც ხდება, ეს არის სწორედ ვაქცინაციის საკითხი. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ხალბატონ თინას, იმიტომ რომ ხალმა მოახერხა იმდენი რამე ბეჭისყრიზე გაიარა და ეს იყო მაიაწყნეთელი ჟანადარგი რაც გინდა დაარქვით, რომ ასე უშიშრად იბრძოდა და დღესაც არის სახე სწორედ ისტორიაში უკვე შეხვედით თქვენ. მინდა მადლობა მოახსენო აგერ ბატონ გიგლაკობეჭიას და აი ასეთ ჟურნალისტ მებრძოლ ხალხს წერლობა უნდა გადაარჩინოს და არა მეცნიერება აი ასე უზნეო გამოყენებისაგან. როგორც ილია ამბობდა, რომ ჩვენი მოვალეობა არის არა მარტო თქმულმოვანება, არამედ ის საჭიროებო საკითხები, რომელსაც ის ასრულებდა ასე ბრწყინვალედ, ეს იყო სოფლის მეურნეობა, იყო სხვადასხვა, მაგალითად მოგეხსენებათ ბევრს, რომ აღმოჩენა მანგანუმის აკაკიძერის დამსახურებაა, ხო? და დღეს უკვე რა ხდება ჩვენ პოეტი ცალკეა, მწერალი ცალკეა, ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის აქ ჟურნალისტიკას და ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ თქვენ გჭირდებათ ახლა ძალიან დიდი რაზმი დააზრვა და თქვენ გამოყვებათ საზოგადოება. იმიტომ უნდა მოხდეს მეცნიერების ჰუმანიზაცია, ჰუმანიტარიზაცია და ეკოლოგიზაცია. თორემ თვითონ მეცნიერება ვერ გადაარჩენს თავისი ლოგიკით, არ ჯდება იმაში. აღმოჩნდა ატომის რთული ბუნება, მაგრამ ხედავთ იქ რამდენი ხალხი გააწყდა ნაგასაკრე და ჰიროსიმაში. ქიმიური იარაღი ყველაზე საშინელებაა. ასე რამდენიმე წლის წინ ვიცინასარი მეტყველები მე რომ ისეთი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს რომ ბავშვთა სათამაშოდ მოგვეჩვენება მეთქი ქიმიური იარაღი და მართლაც ასე მაშინ სიტყვა გენური ინჟინერი არ არსებობდა. ხედავთ ეხლა ეს ხდება, ხო? მე ხომ მინდა კიდევ ორი ოდესით ვთქვა აქ ამდენ დრო არ არის ალბათ რომ სალექციო ფორმატში ვილაპარაკო. მე ძალიან ამაყი ვარ რომ სათავეში აი ამ ყოველივე აი ამის მეცნიერების ასე ვთქვათ წინა ხაზზე დგას ჩემი მასწავლებელი რომლის იდეებზე მე გავიზარდე ის არის მასწავლებელი არა აუცილებელი ფიზიკურად იყო შენ გვერდი ის არის მასწავლებელი 250 წლის უფროსი იყო ჩემზე მაგრამ ეს არის მასწავლებელი ეს გახლავთ უდიდესი ქიმიკოსი მოვლენა ლუი პასტერი პასტერი იყო სუფთა ქიმიკოსი მას არაფერი არ გაიგეთებინა გარდა იმისა რომ 28 წლის ასაკში შექმნა სტერეოქიმია წარმოადგენა სივრცულ მთლიანად ახალი ქიმია შექმნა და 72 წლის ასაკში უკვე ვაქცინაციას ჩაუდგა სათავეში შეიკლეს ეს ხალხი ექიმებმა ბიოლოგებმა კოხი და ნახეთ ის პრესა როგორ დასინოდნენ ამ იმას რისი ვაქცინაცია რა ვაქცინაცია მოხდა შეიცვალა ეხლა პირიქით დასაცავი ყავს ჩვენ ეს უდიდესი ქიმიკოსი რომელიც მართალია ჯენერისგან მოდის ის მაგრამ მაინც უძემდებელი ის არის ლუი პასტერი ხო შეიკლეს ხო და რამხელა ის მოუდანა შვებაზე ეს იყო ცოფის ვირუსის აღმოჩენა იყო მე ჯირი ხოლერა და 1000 რაღაცები ეს არის უდიდესი მეცნიერი და მე ძალიან მიხარია რომ აი ჩემი მასწავლებლის ჩვენი ლიდერი საერთოდ მეცნიერების უფრო დიდი სახე არც aqავს ეს თეორეტიკოსიც იყო პრაქტიკოსიც იყო სხვადასხვა რომანტიკული გადახრა რომ ლუქსი თუ ყოველხატი პასტერის ნახატებიც არის გამოფენის შესანიშნავი ნახატები ასე რომ ეს ვაქცინაციის პროცესი არ არის ისეთი მარტივად გადასაწყვეტი გვინდა არ გვინდა რა თქმა უნდა ვაქცინაცია თავისი არსით ეს არის უდიდესი აღმოჩენა და მიღწევა ბიოლოგიისა მაგრამ ის რაც ხდება ეს საერთოდ არაფერი არ ქონდა ამას ვაქცინაციისგან ეს იყო გენური თერაპია როგორ შეიძლება იქ ნუკლეინის ჟარვზე თქვენ დახვიდეთ და უკვე შეცვალოთ გენომი და ეს არ არის ვაქცინაციაში ასეთი რამე არ არის მიღებული და ეს ხალხი სარგებლობს სწორედ უვიცობით აი საზოგადოებისა ფართო და ამიტომაც არის ნახეთ რა ისწავლება ქიმია ფიზიკა არაფერი არ ისწავლება საშუალო სკოლებში იმ დოზით როგორც უნდა ისწავლებოდეს ასე რომ საჭირო ძალიან უნდა დავიწყოთ განათლება შევიტანოთ საბავშვო ბაღიდან და გავზარდოთ ხალხი მოაზროვნები იმიტომ მოაზროვნე ხალხი ვერაფერი ვერ მოერევა ასე რომ მთელი პროგრესული მეცნიერი თქვენ გვერდით დგას მე სხვანაირ და არ წარმომიდგენია ჩემ სოფლიოში უამრავია ფიზიკოსი ქიმიკოსი
ბიოლოგი, ბიოტექნოლოგია ასე შემდეგ, რომ არ დაგიდგეთ თქვენ მხარში. იმიტომ რომ ის ნამდვილად დანაშაული იყო, არავითარი ეს ვაქცინაცია არ იყო, ეს გენური манипуლირება და ეს იყო სწორედ აი ევგენიკის ნაწილი ფაშისტური მიმართულების მეცნიერებაში, რომ ახალი ადამიანი შეექმნათ და დაერეგულირებინათ კიდე მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე. ასე რომ ძალიან რთული ბრძოლა მოგიწევთ. ძალიან რთული. და ქალბატონი თინა ალბათ ამას შესანიშნავად გაუძღებოთ ეს ბენეფიცია ქალბატონ თინასი. მე ძალიან მივესალმები და თან მადლობელი ვარ, რომ აი ესეთი ავტორი გამოჩნდა. ალბათ ეს წავიკითხავ და უკვე გამოთქვამ ჩემას, რომ ეს იქნება ბევრი უნდა დაიწეროს აი ასეთი წიგნები. ბევრი უნდა დაიწეროს, სადაც სიმართლე ითქმება. ასე რომ მეცნიერებას აქვს სხვა ფუნქცია, ვიდრე დღეს ჩვენ შევეჩვიეთ და არც აკადემიკოსმა არაფერს არნიშნავს, ითქით თქვენ. გაივსოთ მეცნიერება პლაგიატიზმით, გაივსოთ სრულ მეცნიერებით, ასე რომ საჭიროა ჭეშმარიტების ძიება. ამასინად გამომდიხთ აკადემიკოსი წახის ის მეცნიერება არ არის, თუ პულთან არ მიგიყვანს. არ გადატრიალდება სამარაჟა აინშტაინი და სხვები. მეცნიერება სწავლობს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას როგორ არის სამყარო მოწყობილი და ჭეშმარიტება არის სწორედ უფალი. აი სწორედ ჩვენ აი ამ გზით უნდა ვიაროთ და უფალი იყოს თქვენი ფარველი ქალბატონო თინა, ბატონო გიგლა, ბატონო ავტორო და ყველას გლოცავ უკეთესი საქართველოს. დიდი მადლობა ბატონო რამას ასეთი დალოცვისათვის, ესე ვთქვათ. და მე მინდა აუდიტორიამ არ იცის და უთხრა, რომ მე და შენ ვიბრძვით ჭეშმარიტებისათვის რამდენი წელია? 40 თუ მეტი არა? და ყოველთვის გვერდზე მედექი, იმიტომ რომ მე სულ ვიბრძოლი ჭეშმარიტი მედიცინის დანერგვისათვის და აღორძინებისათვის და ყოველთვის მქონდა საოცარი წინააღმდეგობები. ეს ბოლო პერიოდი საერთოდ ჩაკვდა ეს მედიცინა, ეს დარგები, აქ არ არის საუბარი მარტო ჰომეოპათიაზე, საერთოდ მედიცინის სწორ მიდგომებზე. მედიცინა გახდა უკვე ბიზნესი და ჩვენ ვცდილობდით ყოველთვის, რომ მიგვესა ის სახე, რაც უნდა ქონდეს, რომ მედიცინა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ფარმაკოფირმებს და არა ბიზნესს. და აქ მივხედავ რამდენიმე წარმომადგენელს, რამდენიმე ვერ მოვიდა, ზოგი გრიპის გამო, ზოგი დააგვიანა და უკვე აღარ მოვიდა, ეკონომიკური დამშლებობით, რომლებიც იბრძვიან იგივე საქმისათვის. აი ქალბატონი თეა წარმომადგენელი ესეთი ჯგუფისა, გუნდისა, ახალი სულიად ახალი დინება ახალგაზრდებისა. მე მიხარია, რომ ესტაფეტა შეგვიძლია თქვენ გადმოგცეთ და თქვენს გისურვებთ. მე ბატონი რამაზი და ჩვენი თაობა გვერდში დაგედგებით ყოველთვის. ეხლა მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თინა გოცაძეს, ჩვენ ერთ-ერთ ლიდერს ჩვენი ბრძოლის, რომ გვითხრას რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს. მოგესალმებით, ვიფრასოთ ამ სტრესს საზოგადოება, თანამებრძოლნო, თანამოაზრენო. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინას უპირველესად ამ საღამოს ორგანიზებისთვის და რაც მთავარია ბატონ იაკობს. მე უნდა გითხრათ, რომ ქალბატონ თინასგან ვიცოდი და სულ მოუთქმელად ველოდი ამ წიგნის გამოცემას. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დღეს ამ ბატონ იაკობის პირადად გაცნობა და არ დამავიწყდება ასევე აი ბატონი გიგლას ოვაციები თითოეული თავის წაკითხვის შემდეგ, რომ ირეკავდა. მე სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ჯერ წიგნის გადაკითხვა. დღეს რო იტყვიან მერგო ეს ბედნიერება და წილად ხვდა საჩუქარი, მაგრამ თავარი ნამდვილად ის არის, რომ ამ ადამიანმა სწორედ ითქვა, აქვს შეძლო ყველა საკეთებელის თავ მოყრა ერთ წიგნად, იმიტომ რომ აი ვოლტერი რამდენჯერმე ყავს მოხსენიებული და ბატონმა გიგმაც ახსენა და თავად ვოლტერს ეკუთვნის სიტყვა, რომ ადამიანები საერთოდ ვერ აზროვნებენ თუ წიგნი არა აქვთ და წიგნის კითხვაც სამგვარიაო. ადამიანები კითხულობენ წიგნს და არ ესმით, ადამიანები კითხულობენ წიგნს და ესმით და მესამე ადამიანები კითხულობენ და ესმით ის, რაც ჯერ წიგნში არც დაწერილაო. მე აი დღეს უკვე გამომსვლელებისა და შემფასებლებისგან უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი იფიქრებს, გაიაზრებს
და გაითავისებს იმას, რაც შეიძლება წიგნში არ არის დაწერილი, მაგრამ რეალურად სათაურიდანაც ჩანს და ალბათ იმ ყოფიდან, რაც გამოვიარეთ, რა ემუქრება კაცობრიობას, რისთვის იყო ეს ყველაფერი მიმართული, გამიზნული და რისთვის მოგვიწვია ჩვენც აქ ბრძოლა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ იაკობს ამ ღვაწლისთვის, ამ შრომისთვის. ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა, რომელიც საზოგადოებას დარჩება, იმიტომ რომ ყველა, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, ყველა აგური იცით, რომ მომავალი თაობებისთვის არის ზედმეტი გაცნობიერების თვალთახელვის და იგივე განათლების საფუძველი, ასე რომ მადლობა ავტორს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მას. ეხლა მე მინდა მარინა მოლხიდაშვილს თხოვო ფსიქოლოგიის კუთხით გითხრას რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო ესებნი. ისეთ მე როდესაც Facebook-ზე დავდე ანონსი ამ საღამოსი, საოცარი რამდენიმე კომენტარი იყო. ვინმე ქალბატონი ხათუნა არ მინდა გვარი დავასახელო თავი არ მოჭრა, წერს რა საჭიროა ეს წიგნი, ჩვენ ეს ისედაც ყველაფერი ვიცით და მას ჰქონდა მისი გუნდის შემოვარდნა ჩემთან გამოხმაურებით. ნამდვილად რა საჭიროა და ერთი მწერდა რომ იმ ხალხმა რა ხდას, ვინც ვერ იყიდის. ვერ იყიდის ვიღაცა, ამიტომ არ უნდა დაიწეროს, გაუგებარია ჩემთვის. ამიტომ მე მინდა ისევ ნეიტრალური, არა ექიმის უბრალოდ ფსიქოლოგის აზრი აი ამის საჭიროებაზე ასეთი წიგნის გაგზავნა. მოგესალმებით ყველას, მე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სიხარულისთვის, ახლა ჩემი გული გაივსო, იმიტომ რომ ეს რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ, ჩათვალეთ, რომ არა მარტო ერის, არამედ შეიძლება კაცობრიობის გადარჩენის საწყისი იყო. ძალიან ბევრი ითქვა, რომ ტერორიზმია პრაქტიკულად, ფაშიზმია ის, რაც კოვიდს ეხება და არა მარტო ფიზიოლოგიურად და ფიზიკურად განადგურდნენ ადამიანები, არამედ ჩვენ გვაქვს საკმაოდ შეცვლილი სურათი ადამიანის მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამდენი მოავადე ფსიქიკურად არასოდეს ამ რაოდენობის არ ყოფილა. იმიტომ რომ 20-20-ის შემდეგ ფსიქიკური აშლილობები, ნერვოზული დაავადებები, დეპრესიები და აღარ ჩამოვთვლი უკვე, რამაც გამოიწვია და არა მარტო ამ კოვიდმა, ჩვენ აქ ვაქცინებზე გვაქვს ლაპარაკი და ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმი ვიბრირებს და ზუსტად ამ ვაქცინებში არის ჩადებული ის, რომ უჯრედულ დონეზე მიტოქონდრია ყველამ ვიცით, მე არ ვარ მეცნიერი და არ ვარ ექიმი, მაგრამ დამაინტერესა თუ როგორ შეიძლება ადამიანის ფსიქიკაზე ვიმოქმედოთ. აი ზუსტად იქ არის ჩადებული, რომ მოხდეს უჯრედულ დონეზე ადამიანის განადგურება და ასევე მენტალურ დონეზე. წარმოგიდგენიათ, რამდენი აუტიზმით დავადებული ბავშვი გვყავს. ვაქცინას აბრალებენ. ახლა გამოვიდა ახალი პარაცეტამოლი, ქალბატონი თინა გვეტყვის, რატო ამასაც გარკვეული მიზეზები აქვს. იქ ამბობენ, რომ ჩვენ მღებულობთ, ანუ პლასმასთან არის დაკავშირებული, ხო, კიდე რაღაც 1000 გამოთქმა ამის შესახებ და მოსაზრება. მაგრამ თავარი რა არის? ჩვენ გვიწევს ომი. ძალიან დიდი ომი უნდა გადავლახოთ. ამ ომში ჩვენ გვჭირდება იარაღი. და იარაღი არის სიბრძნე და ცოდნა, რასაც ეს წიგნი გაკეთებს თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ პრაქტიკულად ეხა ხელში დავიჭირეთ ატომური ბომბი, რომლითაც არა მარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობას გადავარჩენთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ. ძალიან დიდი მადლობა ამ წიგნისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ თინას, ბატონ გიგლას, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ბატონ ზაურზე აღარაფერს ვიტყვი. აი ვეცადოთ ერთმა ადამიანმა ორს მაინც რო გაუნაწილოს ეს ცოდნა, პირამიდით ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ მთელი სამყარო. იმიტომ რომ ამბობენ, ყოველ მეოთხეს მსოფლიოში ვიცნობთ. მეოთხე ადამიანი. ისე რომ წინ გამარჯვებისკენ, წინ ომისკენ, როდესაც ასეთი იარაღი გვიჭირავს ხელში, ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ არა მარტო საქართველოს ადამიანების მოთხრობა დედამიწაზე. დიდი მადლობა. სიმართლე, ჭეშმარიტებით რა თქმა უნდა. ეხლა აქ რო ხელი აღაწევინოთ, ვინ ხართ, არა აკადემიკოსი და პროფესორი, ალბათ 2-3 ადამიანი იქნება
დიდი მადლობა ესეთი. გრევის ერთ-ერთი მეთოდია. კი. ამდენი აკადემია, ამდენი პროფესორა. არა, აქ ვინც არის ყველა ნამდვილი პროფესორი და აკადემიკოსია. ჩვენთან აქ ვინც არის? აქ ვინც არის? ხალხს კი არ ვახსენებ. არა, მეგონები აქ ვინც არის მეთქი. ამ იმაში დარბაზში. ოფისის უნივერსიტეტი ამდენ პროფესორობა. და აქ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ არიან პროფესორები და აკადემიკოსები, მაგრამ ყველა პროფესორ და აკადემიკოსი აჯობეს საქმიანობაში და ერის გადასარჩენად ბრძოლაში. არაფერს არ ცოტავს. და ხო, მაგრამ თავის საქმის პროფესორები და აკადემიკოსები არიან. აი, ერთ-ერთი დღეს ესეთი აქ არის, რამდენიმეა, მაგრამ ერთი მინდა გამოვყო, ეს არის ქალბატონი შორენა შანიძე, რომლის გარეშე არც ერთი მიტინგი არ ჩატარებულა. მე მახსოვს შორენა არ ვიცნობდი საერთოდ რაღაცა ჯგუფი შექმნა ლარისაც იფლანაზე და იქ დებდა ხოლმე ვიდეოს და ვეცინებოდა მარტო დადიოდა და ასხობდა მარტო მიტინგ პროტესტს და სულ პირველი მისი ჩანაწერი ტელეფონი აქვს უგუგმა დაჭერილი და თვითონ ლაპარაკობს და ჩანს მარტო ფეხები. იმ დროს ვეუბნებოდი რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ფილმი კოვიზე და შენი ფეხები უნდა გამოვაჩინოთ. ქალბატონო შორენა გამორწანდი და გითხარი ორი სიტყვა. არ შეიძლება ამ ადამიანების დამსახურება აღნიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ამ შემთხვევაში ინტელექტუალური, სამედიცინო ინფორმაციის მომწოდებლები და 24 საათი ვიყავით აი ამ კომპიუტერებში და ინფორმაციის ზებნაში, მაგრამ ჩვენი ზურგი და ჩვენი მუხლი და ჩვენი მუშტი იყო ეს ადამიანები, რომლებიც ხვალ ამოღებულები იბრძოდნენ ქარში, არ ვიცი, მეტროებში დადიოდნენ, რებს არ აკეთებდნენ. ძალიან ძნელია ხა მის გახსენება. რას აკეთებდნენ? მე მგონი მოსახლეობამ კარგად იცის ვინ არიან ეს ადამიანები. ზოგი გადავიდა იქ, ზოგი გადმოვიდა, ზოგი შემოგზავნილი აღმოჩნდა, მაგრამ შორენა მედგრად დგას. ზოგადად მიკროფონის დაჭერა სიმღერის დროს მიყვარდა ხოლმე ყოველთვის და ვიმერეთ რა. რა პრობლემა. მე დროს წარმოვიდგენდი, თუ მშვენიერ დღეს ავიღებდი რუპორს და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ერთ-ერთი ქალბატონი თამუნ ანდრეაძე პირველი ადამიანი იყო, რომელიც ეგრეთ წოდებული გიჟებად გვწვდიდნენ მაშინ, ყველამ კარგად ვიცით და ქალბატონ თინას მინდა პირველ რიგში უდიდესი მადლობა გადავუხადო. აი, რამოდენიმე დღის წინ რომ დამირეკა და შემომთავაზა აქ მოსვლა და გამაცნო ანუ ეს სიტუაცია, მეც აღფრთოვანებული ვარ და ქალბატონ მონონამ თქვა, რომ ყველა მართლა ფიქრობდით, რომ ალბათ ღამე რო დავწვევოდით, ვინ იქნებოდა ის ადამიანი, ვინც დაწერდა ამ ისტორიას. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ვინც ახუზი ვართ, ყველამ ალბათ იმ 3-4 წლის მანძილზე თითოეულ დღეზე ჩავდეთ ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები. ალბათ მთელი დღე და ღამეები არ გვეძინა და ვისაც რა შეგვეძლო, ის გავაკეთეთ და მართლაც ერთადერთი მთავარი ჩვენი იარაღი მაშინ იყო სიმართლე და უშიშარი გული. მე ის შემეძლო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როგორც გითხარით, გავარდიას ქუჩაში, არ ვიცი, უცებ ჩემი თავი ვიპოვე, ასე ვთქვათ. ალბათ კიდევ ერთხელ ჩვენ ცხოვრების მანძილზე ჩვენ თავის შეცნობაში ვართ და ის 3 თუ 4 წელი სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ვერ ვიძინებდი, ვშფოთავდი, რაღაცა, აი, როცა ვხედავდი, რომ მოსახლეობას ატყუებდნენ საინფორმაციო წყაროები და ეს იყო მართლა შუმაკის ყუთიდან ყოველ წელს მოდიოდა არასწორი ინფორმაციები, უბრალოდ ჩვენი მოვალეობა როგორც ადამიანების იყო, რომ უანგაროდ ამ სიტყვას ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ვინც მართლა უანგაროდ იბრძოდა და ასეთი საბედნიეროდ ბევრი აღმოჩნდა. მე მაშინ ჩავწერე ივნისის თვეში რაღაცა 8 წუთიანი ვიდეო და Facebook-ზე 200 ადამიანი მყავდა და უცებ გახდა 2000 და მეტი 3000 და მოდიოდა და მეგობრებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი კარგი ის გააკეთა ალბათ, რომ ჩვენ ვინც აბზივართ ახლა, მე თქვენ გიწოდებდით ნათელი გონების ადამიანებს და ყოველთვის მიხარია თქვენი დანახვა და მე გავიცანი
ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, აი ზოგიერთი მარგებელია, თქვამი რომ აი ამ თემამ და ჩვენ რაღაცა საერთო მოვნახეთ. სული არ შეიძლება ვიღაცა ნათესავმა თუ მან დავკარგა მეგობარმა ნათესავმა ოჯახის წევრებს შორის როგორი განხეთქილება იყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ვიტყვი რომ ვერავინ ვერ მე არც იურისტი ვარ, არც ექიმი ვარ, არც ჟურნალისტი ვარ და იყო ხოლმე ესეთი შეკითხვები ხშირად, ვინ ახარ შენ ექიმი ხარ, ანუ რომ საუბრობთ ამ თემებზე და ჩვენ ხალბატონ თინას და ის ექიმები რომლებიც პირიქით თქვენ იყავით ჩვენზე წინ თქვენ გვეიმედებოდით რა ჩვენ ქუჩიდან თუ ლაივებიდან Facebook-იდან თქვენი აქტიურობით და ასე ერთობლივად მართლაც რომ თუ იქნება საჭირო მე ისევ მოვყიდებ იმ რუპორს ხერს და ისევ გავალგარეთ იმიტომ რომ მართლა ვისაც რა შეგვეძლო ის აგური დავდეთ თავის დროს და მე ეს შემიძლია. მადლობა, ბატონო, ჩვენზე ვისაუბრე ახლა, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის გავეცნობი ამ წიგნს მართლა რა და ჩემი სამაგიდო წიგნი იქნება. დიდი მადლობა. მადლობა ყველას. შემიძლია გითხრათ, რომ სამაგიდო წიგნი გახდება და აქვე ერთ პროგნოზსაც გამოვთქვამთ, რომ ამის ნებას მომცემთ. ღმერთმა ნუქნეს, მაგრამ იმ ძალებმა, რომლებიც COVID ფაშიზმის უკან იდგნენ, გაიმარჯვა და ის საომარი მოქმედებები დამთავრდეს, ესენი ამ თემას ისევ მიუბრუნდებიან, ეჭვიც არ მეპარება და მაშინ დაიმახსოვრეთ და მე მითხარით ცდებოდი თუ არა. მაშინ ეცდებიან, როგორც ადრეულ წარსულში იყო ცნობილი ფაქტები ამ წიგნის რეალიზაციიდან ამოღებას, ასე რომ იჩქარეთ, მე ვიცი რომ ფართო აუდიტორია ნახავს ამ გადაცემას, იჩქარეთ, დღესვე დაეწაფეთ და დღესვე ბატონ იაკობსაც ვთხოვ რომ დაიწყოს ფიქრი, თქვათ, თარგმანის ორგანიზებაზე, ეს შეუძლიათ ლიტერატურულ აგენტებმა გააკეთონ, შეუძლია ბატონმა ზაურმა განავრცოს და ითვირთოს ეს ყველაფერი, რახან შეუდგა ამ თემას და ეს უზარმაზარი დაწნეხილი და გაშალაშინებული ინფორმაცია მივიდეს ფართო აუდიტორიამდე. ღმერთმა ნუქნეს, რასაც მე ვამბობ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ეს საფრთხე ამ წიგნს ელის, თუ ეს შავი ძალები გაიმარჯვებენ და ისევ მოვლენ და თქვენ უკვე ატყობთ, რომ სწორად თქვა ქალბატონმა თინამ, რომ უკვე დაიწყეს პაციფუცი, რაღაცა ახალი აცრები, ახალი უბედურებები და რაღაც ქალბატონი ვინმე არის კიდევ თქვა სურველი გამოვიდეს. ჩვენ დავაწესეთ ჯილდო. ჯერ დავაჯილდოვოთ, რომ გავუშვათ ეს დაჯდეს. ავტორი დააჯილდოვებს. ავტოგრაფი არის გაკეთებული. ეს მიეცით. ეხა გადაიცი. არის გავზადებული. მე რა შევსვლი რა პრობლემა. ხოდა ქვევით. არ უნდა მაგას. ვიდეოს. მის ეგზემპლარს მე მივიწავ. და კიდე. შორენა აქ არ არიან მე მინდა კიდე ორ ადამიანს გადასცე შენ რომ ეს არის ლარისა წილტლანაძე და ეს არის კობა ჯაკობია. ვერ მოვიდნენ ორივე ცუდად არიან, ალბათ არიან და თუ არ შეწუხდები, მაშინ გაგატან და შენ გადაეცი, კარგი? ასევე მე მინდა გამოვყო კიდე ერთი ადამიანი, რამდენიმე პროფესორად. ჟურნალისტი ბევრი გვერდლა გვერდზე და გვეხმარებოდა, მაგრამ განსაკუთრებული ის იყო, როლი ითამაშა ნინკა რატიშვილმა ობიექტივზე. მისი გადაცემები სრული კარბლანჟი ჰქონდა. განსაკუთრებით მე მქონდა მასთან ერთად მთელი პროექტი გაკეთებული მთელი ამ პანდემიის განმავლობაში და რაღაც მომენტი იყო, რომ მას უსიამოვნებას კი შეემთხვა სამსახურში რაღაც პერიოდი დაუხურეს ჩემ გამო გადაცემა. მაგრამ მან მაინც უკან არ დაიხია. სამწუხაროდ ვერ მოვიდა, უნდა მოსულიყო, ეთქობა რაღაც შეემთხვა ჯანმრთელობის გამო
ან შეიძლება ვირუსი შეხვდა, არ ვიცი, აპირებდა. და მინდა გამოვყო კიდე ერთი ესეთი ბიჭი, რამით აბესაძე, მახსოვს ყველას. ბიჭი, რომელიც მარტო იდგა, აპროტესტებდა და მერე თანდათან გახდა ცნობილი ბლოგერი და არ აკლდება დღესაც არაფერს. არც პოზიცია არ შეუცვლია, არც პარტიაში შესულა სადმე. და ისიც უნდა მოსულიყო ეს ზურაბ ხუმსიაშვილთან ერთად, მაგრამ არც ერთი არ ჩანს ეთყობა ვერ მოახერხეს მოსვლა და მინდა რომ გადავცეთ მათაც ეს წიგნები თავისი წარწერით. უბრალოდ იცით რა არის, ხალხმა უნდა ეცოდეს თავისი გმირებიო რა. და ჩვენ თუ არ ვიტყვით ამას, ვინც ამის მომსწრეები ვართ, სხვა მათ არ დააფასებს. დღეს ვიღაცებისგან მესმის და Facebook-ში ვხედავ, მე პირველმა დავიწყე, პირველობაზე არის ბრძოლა, რა მნიშვნელობა პირველმა ვინ დაიწყო. ეხლა მე ვთვლი რომ ტელესივრცეში მე თინამ და ნონამ რაც გავაკეთეთ, იმდენი არ გაუკეთებია არავის. ექიმებს გულისხმობ, თუმცა არა ექიმებსაც. ჩვენ მარტო ექიმებად არ გამოვდიოდით ამ შემთხვევაში. მაგრამ არასოდეს თუ გაგიგიათ აბა ჩვენგან ამ თავისქება და არამე პირველობისისა და ვიღაცები რაღაც რეიტინგებს ვაკეთებენ, არც ერთს არ გავხსენებენ ხოლმე და ძალიან მეცნიერება ამას. თითქოს ჩვენ არც ვარსებობდით. ეს ცოტა სასაცილოა, ცოტა გულდასაწყვეტის არის რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმე საქმე რამე სათქმელი თუ არა და დამამთავროთ რომ აღარ გამოგწელოთ დაუვალეთ საზოგადოება. რა თქმა უნდა, მოგზანდი. მიკროფონი გერგან ძალიან სასიამოვნო ყველაფერი გასაგებია არის მიუხედავად იმისა რომ ციგნი არ მაქვს დაკითხული მაგრამ ლოგიკით მიყვებით და ყველაფერი მე ერთი რამე დავამატო ერთი რამე მინდა დავამატო იყოს რა იყოს ერთი რამე მინდა დავამატო ეს ყველაფერი ვაქცინები ეს ყველაფერი კი და თქმა უნდა კი არა აბსოლუტურად ყველაფერს ვეთანხმები მაგრამ ქართველები ვართ შეიძლება უშუალოდ საქართველოს კდება გენური ინჟინერია ბატონმა აღნიშნა აგერ ბატონმა რამას გაგიგზავნა გენური ინჟინერია ეს არის დამაქცეველი არანაკლებ საშიში აი ამ ვაქცინების და იმიტომ რომ ყველა ვიღებთ ამას აი ვიღაც აიძრება ვიღაც არ აიძრება მაგრამ დღეს უკვე ისეთი სიტუაცია საქართველოში რომ ეს ისია შემოჭრილი მსოფლიოს ვერ უშველით იმიტომ მე მახსოვს ალბათ 30 წლის წინ 35 წლის წინ აი ეს ერთ-ერთ სუპერმარკეტში უარე და მაინტერესებდა ეს იყო ბუტაფორია თუ ეს იყო ნამდვილი თქვათ რომელიღაცა პროდუქტი ხო ვიყიდე და ვნახე რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროდუქტი რომელიც პლასმას და ბუტაფორიას გავდა ეს ყველა არ გავს ეს უკვე გენური ინჟინერია აქედან მოდის ძალიან ბევრი ქალბატონმა აღნიშნა ფსიქოლოგმა აღნიშნა აქედან მოდის ძალიან ბევრი აი ეს twin-თან მიდის ყველაფერი და მიდის აი ეს ნევროზები, დეპრესიები, მერე კიდე უფრო უარესი ამბები და იქნება ჩვენ გლეხებს ძალიან არ მოწონთ, ჩვენ ძვირფას გლეხებს ძალიან არ მოწონთ. ამებას რა შუაშია? იცით რა შუაშია? იცით რა შუაშია? ციგნზე არ ვლაპარაკობ. საერთო პრობლემაზე ვლაპარაკობ, საერთო პრობლემაზე. ძალიან შორს წავალთ ახლა ამ თემებზე. ხო, აი, რა ვიცი, ეს არის ძალიან აუცილებელი. თქვენ მიგიწვევთ ხელი ყველას და ამიტომ მინდა რომ ყვება არა ხო არის აი ყვება არის ძალიან დიდი რაღაცა ბატონი რამაზ გახოკიზე ამ თემაზე ლაპარაკობს რომელიც ველი იყო რამაზის გადარჩენის გზა რო გამოეცი ციგნი 80-იანი წლები იყო 91 დაიწერა 80-ზე 10 წელი დაპატიმრებული იყო ციგნი ერთი ორი სიტყვით ბატონ მიგლამინდა კომენტარი გავაკეთო რომ ჩვენ მას პირველები ყველაფერში რა აი მაგალითად გენური ინჟინერია კაცობრიობა მიხილა ეს იყო 1991 წლები ყველა ქვეყანა მოარი თქვა საქართველოს თქვა მხოლოდ გამოთქვა სურვილი რომ ეს ყოფილიყო საერთო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ხალხი წარმოიდგინეთ ეს ხო და უნდა ითქვას იმის მას პარლამენტში იყო გაჩიჩილაძე წონეთა უფროს იმა ბევრი ყველაფერი გააკეთა და უარი თქვეს, მაგრამ აკადემიაში 9 კაცი აწერს ხელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსები აწერენ ხელს, რომ შემოტანილი იქნას. ეხლა რა ხდება? მე მაქვს ის წერილი, თუ მოგზანდებით მოხსენ,
მოწერილი რომ აფრიკის ბევრმა 12 ქვეყნის მინისტრებმა საერთო დეკლარაცია გაუგზავნეს სოფლიოს აი ასეთი რაღაც მართალია ჩვენთან ხალხი იღუპება ესე იგი 25 მილიონი ადამიანი სიკვდილით ხდება ძირითადად ბავშვებია წარმოიდგინეთ ამერიკაში ხო შიმშილობს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მიუხედავად ამისა ჩვენ ვართ წინააღმდეგი რომ გენური გენმოდიფიცირებული საკვები გამოყენებული იყოს საქართველოში ეს გამოიყენეს და როდესაც შემოვიდა პირველი პროდუქტი ეს იყო კარტოფილი მე იყო სოია მე იყო ანჯელში ის გახმაურებული სიმინდი არ ამოვიდა და აი უშველებელი ატეხილდა მე ვეუბნებოდი ღმერთმა დააკიცოთ არ გაიხარა და ეხლა რა არის ამ დროს მინისტრი არის ეს შენებელი ინჟინერი ვიღაც გულუა არის რომელიც განაგებს ამას იძახის აი საოცრებ როგორ შეიძლება თუ პროფესიონალები მართეს ქვეყანას შეიძლება ჩამოჯდებით იმას თვითონავში ვიღაც ფილოსოფოს ხო ასე რომ ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა სადაც აფრიკანაც კი უარი თქვა ამ გენომ მოდიფიცირებული საკვების გავრცელებაზე იქიდან მოდის ყველაფერი უბედურება მე ამას მოყვარი COVID ინფექციები და ასე შემდეგ მე მინდა დავაკომენტარო ერთი რამე მე მახსოვს ბატონი რამაზ ლაფაკიძის ბრძოლა და ჩვენს ხალხში ვედექით და მინდა გითხრათ რომ მაშინვე ბატონმა რამაზმა შექმნა უნივერსალური სასუქები რომელსაც აი ამ ხელას იმიდები ბიორაგი რომელიც ვერ დაინერგა სახელმწიფო დონეზე მაგრამ მე როგორც ვიცი მაშინ ვინც აიღო იმ გლეხებმა საოცარი შედეგები მისცა მაგრამ დღესდღეობით ესე იგი მე მაშინ ასეთი პოსტულატი გამოვთქვი რომ ჯერ გაურკვეველი იყო რა იყო ეს COVID ინფექცია ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ ასოლებო ვაჟაფშავლობას ქვეყანაში შეიძლება აგრესიული ის კონდეს ჩვენ მიმართულებები ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არავითარ მტერს არავითარ COVID ინფექციას უნდა თანაარსებობაში ვიყოთ მაგასთან ერთად ავდექი და დავწერე მე რა ქვია მარში COVID მარში დავწერე და მე ამერიკელებმა ფილადელფიის უნივერსიტეტიდან გაშიფრეთ და აღმოაჩინეს ამ COVID იმაში ამინომჟავნურ თანაფარდობაში საოცარი ჰარმონია ესე იგი შეიძლება თანაარსებობა ბატონებო ხო ეს ახალი ფილოსოფია და არა ის მიბაძვა და რაღაცები აი რაცა თინა შეიძლება დაკეთებდა ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არავის უნდა ვითანამშრომლოთ ბუნებასთან ვაჟა ამბობს ბუნება ჩვენშია ჩვენ ბუნებაში ვარ ზუსტად რასაც ჩვენ ერთ პლატფორმაზე ვდგევარ წლებია კი არ უნდა ვებრძოლოთ მართლა იმდენია ვირუსი და ბაქტერია და პათოგენი განშემო რომ ყველაზე რომ აცრა უნდა მოიგონონ ეს არის სისულელე ვერ დავძლევთ ვერ მოვერევით ისინი ჩვენზე უფრო ხუცესები არიან ამ პლანეტის სრულუფლებიანი პატრონები მფლობელები და ჩვენ ვართ მათ შემდეგ სტუმრად მოსულები და მინდა გითხრათ ესეთი რამ რომ ბატონმა რამაზმა თავის დროზე ბევრი წლების წინ შექმნა საოცარი რამ ამინომჟავების წყობით გააკეთა მუსიკა და ყველა ცოცხალ არსებას შეეფარდება თავისი მუსიკა მისი ამინომჟავებიდან გამომდინარე მე კანადელებმა მოპარეს მართალია მაგრამ არ გამოვიდათ არაფერი და COVID-ი რო დაიწყო პირველი რაც გავაკეთე დაურეკე რამას და ვკითხე მე მხარი ამ COVID-ის ის ხوار დაგიშლია დაშალემეთ აი ხა დავждები დავშლიო დაშალა ეს ამინომჟავებად გააკეთა მუსიკა და აღმოჩნდა რომ COVID-ი არ არის აგრესიული და არ არის მომაკვდინებელი ანუ მისი მუსიკა იყო საკმაოდ მშვიდი და მაშინ ჩვენ ესეთი იდეა მოგვივიდა კიდე რამდენიმეს ველაპარაკე ნოდარ მამისაშვილის მოწაფეებს და ძალიან საინტერესო იდეა იყო ერთობლივი ჩვენი რა იცით რომ ეკლესიებში აი როგორ იყო ადრე ეკლესიაში ზარებს რეკავდნენ და ეპიდემიების დროს ეს იფანტებოდა ვიბრაცია ყველაფერი არის ვიბრაცია რა აი მე და თალბატონი მარინა ვლაპარაკობთ კოლხიდაშვილი იმ დღეს აი ბატონი თემურყენიას მუშაობს ამაზე და ხო გვეტყვის ორ სიტყვას და მაშინ მივაწოდეთ კიდევაც აი წერილი დავწერეთ საპატრიარქოში რომ არ გვინდა ბატონი ვაქცინები მოდით ყველგან სადაც არის ეკლესიები ზარები დავრეკო და თან აი ეს ყველაზე წვრილი ზარები რო არის მაღალი ნოტები რო არის რა ქვია მაგას ყველაზე მაღალი ვიბრაცია რაც არის ის იყო ზუსტად COVID-თან შესაბამისობაში ესეც გაიზომა არის აპარატურების ვინ დაგვიჟერა თორე ვაქცინები უნდა თორე შეიძლება ძალიან წყარად ამის გაკეთება და სხვათა შორის ჩინელები ებრძვიან ხოლმე ავსულებს რო ეძახიან ეს არის ვირუსები ხო ძირითადად და ბაქტერიები აი ჟინზილაკებით ამის კაროვნით რო დადიან ხოლმე და
ოთახებში ბავშვების საწოლის გარშემო კიდებენ ამ ზინზილაკებს. და ესეთი წუილის ხმა არის, კარებზე რო კიდებენ ხოლმე. ეს არ არის სისულელე, ეს ყველაფერი ვიბრაციაა. და ამ ბავშვს ჩვენ ბედნა ბატონებს კი ბატონო. ყველა ბატონს თავის სიმღერა ჰქონდა თანაც. კი ბატონო. აი მაგაზინო სტატია ზუსტად შორის მე დაწერილი. აი ყველაფერზე. ეხლა ჩვენთან არის ექიმი, ჩემი კოლეგა, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, რომელიც მუშაობს ვიბრაციებზე და აპარატურებზე და უნდა რაღაცა გითხრათ. მოგესალმებით. ემიდა შევეხმიანოთ ბატონ რამაზის გამოთქმას, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანა მეგობრობა, თანა ცხოვრება. მე ძალიან დიდი ხანია ვიბრაციული მედიცინით ვარ დაკავებული და ჩემ აპარატურას აქვს თვისება შეისწავლოს ეს ვიბრაციები, პათოლოგიური ვიბრაციები, გაწოდებული პათოლოგიური ვიბრაციები, მე მაშინ ზემოქმედება მოახდინოს. რაიფ თერაპიას ეძახიან ამას. აი იშვიათად მე ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მინახია პაციენტი, რომელსაც კოვიდ ვიბრაცია არ აქვს. ყველასა. აი ამის დადასტურება შემიძლია. დაწყებული ბავშვები და დათვალებული უფროსები. 10-დან 9-ს ესეთი არ იყო. მაგრამ ბოლო 6-7 თვე ესე არის. უგერესო ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია გამოსილება მაგის. ბატონო, სხვადასხვა იმ ხალხშიც, იმ პაციენტებშიც, რომელსაც არ აქვს არც კოვიდი, არც არაფერი, არც ვაქცინა ჰქონია გაკეთებული. ანუ მტარებლებს გულისხმობთ, რომ მტარებლები არიან, ხო, აი კითხულობდნენ, რომ განმარტება გააკეთოთ. 10-დან 9. მე შეიძლება პირდაპირ გითხრათ, ეს და დოკუმენტური ფაქტები მაქვს. კოვიდის და შიშის ვიბრაცია, რო იზოლდებოდა ერთ და იგივე იყო, იქნებ კოვიდის კი არა, შიშის ვიბრაციები არა. არა. SARS-ის ვიბრაციები. არა შიშის. კითხვა გამიმეორე თუ შეიძლება ვერ გავიგე ბოდიში. აპარატურა კი. პაციენტზე ზემოქმედება არ ხდება თუ არ იქნება ის შესწავლილი. თუ არ იქნება ტესტი ჩატარებული პაციენტზე, ეხლა ამჟამად მასზე ზემოქმედება არ ხდება. ჯერ შევისწავლოთ პაციენტს, ტესტს ვატარებთ, რა სიხშირეები არის და მე იმ სიხშირეებზე ვაქცინებს ზემოქმედებას. ნუ ცოტა ვრცელი საუბარია ეს დეტალებში შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ნუ არის ასეთი რაიფ თერაპია. ეს საქართველოში გვაქვს. ხო. კითხვა გვაქვს, ესე იგი, ნუ გადავიდეთ. ესე იგი, რა შესაქმეთ ბატონ თემური რომ ამბობდა სიხშირულ მედიცინაზე, ასე ვთქვათ, ანუ რეზონანსთან დაკავშირებით რა. ეს სრულიად ახალი მიმართულებაა ჩვენთან, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ძალიან ძველია, უბრალოდ ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ეხლა ეს აპარატურა, რომელთაც ჩვენ მუშაობთ, ეს არის ამას ქვია მაგნიტო ბიორეზონანსული დიაგნოსტიკა და თერაპია. ანუ ყველა სიხშირე, ყველა მიკრობს, ყველა ორგანოს აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული რაღაცა სიხშირე, რომლის მიხედვითაც ხდება გამოკვლევა და ასევე მკურნალობა. ეს შემიძლია მარტივად ესე აქცნას. გარიაევის მეთოდებია. გარიაევის კიდე სხვა არის. ნუ გადავიდეთ კითხვაგან დაკავშირებით. არის საკმაოდ ზუსტია დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ტესტირება დავარქვათ რა, ესე. მარტივად, ამას ძალიან ბევრი მტრები ყავს მედიცინაში, იმიტომ რომ ერთ ფანჯარაში ხდება გამოკვლევა ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტების, სოკოების, ონკომარკერების თუ გინდაც.
და მთელი ორგანოების კვლევა. მაგრამ ჰიპერდიაგნოსტიკის აი რაც შეეხება COVID-თან დაკავშირებით კიდე. COVID-თან დაკავშირებით, აი ჩემი კვლევებითაც ხა 15 წელია მეც ამ საქმეში მუშაობ, თავიდან მე და ბატონმა თემურმა დავიწყეთ ერთად და მე გავაგრძელეთ სასალკეთ. ხო და ესე იგი ერთი და იგივე მიკრობები და ბაქტერიები და სოკოები ფიქსირდება თითქმის ყველგან, რასაც ვიკვლევ COVID-ის მერე რა. რომელიც კონკრეტულად სასუნთქ სისტემაზე მოქმედები არიან. მადლობა ყოისედა ჩექმნილი ვირუსი ხელოვნურად და ქართული. აი ეს გვაინტერესებს გაფორმებას დაკავშირებით. ვინმეს ხო არ უნდა რამეს თქვა? კითხვა გვაქვს აი რედაქტორთან. ჩვენ ახლა ვიცით პანდემიასთან მებრძოლებმა ხო გარკვეული პროექტები, რომლებშიც თანამონაწილენი იყვნენ. ასეთი პრინციპით არიან დაწყვილებულები თუ ბატონო იაკობი ხო მე გავეცნობი და ალბათ მივხვდეთ კუჩის დასკვნას გამოვიდა მაგრამ რა პრინციპი დააწყვილეთ COVID ფაშისტები და გლობალისტები თავისი როლის მიხედვით კვატრის მიხედვით ხო მე ეგრეთ რომ ვიცით ნამდვილად მათი ერთობლივი ასე თქვა შემოქმედება ხო ძალიან საინტერესოა კავშირის ხო? ავტოგრაფები ბატონებო, ავტორის და ორგანიზატორის გადაწყვეტილებით ეს ადამიანები აი მომწესია, ვისაც ბატონი იაკობი გადასცემს აჩუქრად წეგნს და თხოვთ მოგბრძანდეთ. ქალბატონი ну, Тина Топурია თვითონ ხო, აღებული აქვს Тина Თინგოცაძეს მიღებული აქვს ნონა აბდუგუმელაშვილი მიიღეთ თქვენ წეგნი აჩუქრად ხო ბატონი ზაზა დავითაია ზაზა თხოვთ მოგბრძანდეთ ჩვენი თანამოაზრე და ბრწყინვალე პუბლიცისტი რომელიც მხარს გვიჭერდა ყოველთვის ბატონი ზურაბ ქუშიაშვილი არ არის ბატონი ზურაბი ბატონი ლევან ლორთქიფანიძე მე მგონი გავიდა გადასცეს კიდე არის ვინმე ნონას ხელმოწერი აი მაშინ მეგობრებო თუ რამე შეკითხვა არ გაქვთ ავტორთან, ორგანიზატორთან? დავით ჭაბუკაშვილი, ბატონო დავით მოგბრძანდით? მადლობთ. მაშინ ბატონო თუ რამე შეკითხვა არ გვაქვს, ბატონო იაკობ, რამე სხვა არ იტყვით? შესაძლოა. ქალბატონი ირინა ხუჯაძე გამოგჩენია. არის დარბაზში. თხოვთ მოგბრძანდეთ. კიდე ვინ არის? მაშინ დავამთავროთ თემანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა ორგანიზატორს, უპირველესი მადლობა რა თქმა უნდა დამთავროს ბატონ იაკობ ლეჟავას ამ შვენიერი საჩუქრისთვის, რაც გონიერ ქართულ საზოგადოებას გაუმზადა და ველოდოთ ახალ შემართებულ ბრძოლას პუბლიცისტური თვალსაზრისით. ერთი შეკითხვა გვინდა მოგცეთ
წიგნებია, ეს წიგნები ხელმისაწვდომი როგორი იქნება საზოგადოებისთვის და სად გაიყიდება. ჩვენ გაიკეთებ დახმარებას ერთი თქვა ქართველთა დიდი გაერთიანება ოფისით და კიდევ თუ აი როგორ უთხრათ ხალხს რა უთხრათ თუ ვინმეს უნდა ყიდო აგერ არის და რაღაცება ჩარიცხეს ფული და ის უნდა დაუწერო და გამოტანოთ. თუ ვინმეს უნდა ყიდო არის. ტირაჟი რამდენია? ხოთი ყიდო. კიდე ჩარიცხო. ტირაჟი არ არის მცირე მოცულობით 300 სულ რამდენი? არა, ისე ჯობია 300. ეს მარტო ინტერნეტით უნდა გაიყიდოს. მასალია გატანილი მაღაზიები ვაშედაც 60%-ს გადაუმატებენ როგორც წესი. ჩვენ ვიდით ესე იგი ადგილზე იტალის არის ერთი კალბატონი რომელიც დაცვის ორგანიზაციებთან ყიდის. არა შეხვალება მჭირდება. თუ გსურთ გამოაცხადეთ ხო? მოდი გამოვაცხადე. ესე იგი ის რა ქვია? არა, შენ ოფისში არ მაწყობს. დაცვის ოფისში. რა ქვია შენ საზოგადოება? რამდენი ეგზემპლიარიც დარჩება გასაყიდი, პატრიცებულო მეგობრებო. რუსთაველის 18 ნომერში შეგეძლებათ 18 საათიდან 21 საათამდე ყოველ ოთხშაბათს მოგბრძანდეთ და შეიძინოთ ეს წიგნი. ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისია. თუ გსურთ რა ვიცი ამ თუ კარგად ვერ მოხვიდეთ ძალიან მარტივია, მთავარ გამზირზეა რუსთაველის 18 ნომერში შეგიძლიათ დაგვირეკოთ 557 77 55 54.